ტორტი გეხვეწები რა ტორტი გამიგეთე რა და გემათა დამაცადი კარგი ლაშიკო რა ტორტი რის ტორტი ამ დილაუთენია ტორტი რამ გაგახსენა რა დილაუთენია მთელი ღამე ტორტზე ვფიქრობდი თვალი არ მომიხუჭა კარგი აღწხვენია რა მოგივიდა რა დღეს ტორტი დაივიწყე ლაშიკო დღეს მე არცალია ტორტისთვის ტორტი სხვა დროს კარგი რა სხვა დროს ქეთევან რა სხვა დროს დღეს ხო იუზას დაბადების დღეა გავაკეთო ტორტი და მოვიდეს და დავპატიჟოთ იუზას დაბადების დღე არის 3 თვის შემდეგ უფ იუზას დაბადების დღე კი არა ილონა ნათლიასი იყო თებერვალში მაშინ ისა ზურაბის ზურაბი ვინა იუბილარი გამაგიჟებ რა არ გილაპარაკები მაცადი არცალია დღეს შენთვის ტორტი დაივიწყე დღეს კეთება რამდენი ხანია მე შენთვის არაფერი არ მithobია რამდენი 6 რა 6 დღე წუთი წამი თუ რა ხანი 6 ხანია მე შენთვის არაფერი მithobია ლაშიკო გემუდარები გთხოვ მოდი ერთი წუთი მოდი კარგად უნდა აღიხსნა გემუდარები ჩემო სიცოცხლე დღეს არცალია დღეს მაქვს გადაუდებელი და აუცილებელი საქმე ძალიან მჭირდება 2 დღის წინ თბილისში ჩამოვიდა ძალიან ცნობილი ბიზნესმენი ხო და მინდა რომ დავურეკო ან სადმე გამოვიჭირო ინტერვიუმი და ჩავწერო და ვერსად ვერ გადავეყარე ლამის გავგიჟდე გემუდარები დღეს მაცადი რა მოიცა კეთება შენ იმ ბიზნესმენზე მეუბნები საინფორმაციოში რო აჩვენეს ხო მაგა ნომერი შეცვალა რას მეუბნ კი ვიცი მაგის ნომერი ჩაგაწერინე გემუდარები მიყარნახე მიდი 8 ჭიქა ფქვილი 9 კვერცხი როგორ გთხოვე ადამიანო როგორ გთხოვე და რა არის მადლობა დახმარებისათვის ძალიან მეხმარები რა იყო ქეთინო რა მატეხა ეს დილიდან რა უნდა ტორტი აი მე ტორტი არ გამახსენოთ თორე ცუდად გავხდები თამარი დაგეხმარება შენ თამარი ბიზნესმენების გამოჭერაში მაგარია კარგი თამარი წამოდი სამზარელოში კარგი ცივი კომპოტი მაქვს ალუბლის რომელი დილით ჩემ გარო გამოიტანე არა მარიკასი გადასარევი წამოდი ვახო შემოსიცოცხლე შენ ხო იცი ტორტის გაკეთება ერთი კარგი მარცხვის ტორტი გამიტიპტიპე რა რა უნდა გავატიპტიპო ლაშა რა უნდა გავატიპტიპო მეჩქარება სამსახურში სამსახურში გეჩქარ როგორ შეცვალეს ეს ბიჭი სულ გადამიგვარეს არ მინდა რა არ მინდა ეს იუმორი მომისმინე ამას აქ დავტენი ტელეფონს ხო რა სამსახურში მომწეს ახალი ნომერი ახალი ნომერი ხო და ვიყიდე მეორე ტელეფონი იმის დამტენი კიდე არ ვარგა და რა ვქნა არ ვიცი იმის და ახალი ნომერი მაქვს დაკალა ხო თამარმა გაიორა იყოს ხარტულა რაღაცა იუბორი გითხარი არ მინდა მეთქი თუ გინდა ახალ ნომერს ჩაგაწერინებ დამაბრუნე სამსახურში და ჩავიწერ არ გინდა და ნუ გინდა მეც გეხვწები რა ქეთევან ნაზი ბიჩოლას დაბადების დღეც არა ეს გამოვიწერეთ სარბენი ბილიკი გზაშია და მოდის ან მორბის 50 კილოიანი ჰანტელი ჩამოვიდა კი ბატონო ისე ხამე 50 კილოიან ჰანტელს ავწევა ასე და მე ხელი უკვე გასაგებია დათო მოკლედ ეხლა მე ეს ჰანტელები მიმაქ
და წინათვის ქირაზე 50 ლარი გექნება მარტო მოსაცემი. ამ თვისაზე მე შემოგივლი. ო, კარგია, მე შემოდი. აბა რა გეგონა ბინის ქირას რო არ მიხდიდი? რომელი საათია? 11. ხო. ამ საათს მე წავიხე. რა ხომდის? ეს ამირან ერთ წუთი. მოდი ახ. აი, ესენი პეტოს წავიღე. იმის ვალიც მო. ო, წავიღებ რა. ჩვენი ჰანდელები წაიღო? არ ნერვიულო, დაცვა ყოფს გაფრთხილებული და არ გადანა. რა წინ დახედული? უფრო წინ დახედული ვიქნებოდი, ცოტა ადრე რომ მოსულიყავი საერთოდ არ ნახავდი მაგას. რას ამბობ? დილის 6 საათიდან გელოდებათ. მართლა? ბოდიში. ამირან. ბატონი დათოს ნახვა აქ შეიძლება? მობძანდით. დათო. რა მობძანდი ვერ მიცანია? როგორ ახარ ძმაო? მოდი ჯოჯიკი. ოჯახში. რა კარგად მოწყობილ. აბა ერთ წუთი. ალო. ყველანი გათავისუფლებული ხართ სამსახურიდან, დიახ? კაციგებია? აი, ნახვამდის. ნუ მიპასუხებით. აი ესე. კარგად დანდებოდეთ. შენ რა შვი, სად მუშაობ? სამხედრო კომისარიატში. ხო, აი, რეზერვში გაწვევის ცნობებს ვარიგებ. აი მე. არა, შერაშუაში ხარ, ნუ გეშინია, შენთან არ მოსულა. ვაი? არა, არც თქვენთან. არა, ისე დათოს გამოვიარე, მოვიკითხებ. ზაზა, მე და ხან ერთად დავდივდით სამხადრო აკადემიაში. კი, მაგარი. ბატონი აზური გახსოვს? ისე მართალი იყო, რომ ამბობდა თქვენ გამხადრები არ გამოვა. ზაზა. შენ ხა გადი და იქ სასადილოში დავმალე მე ლუდი და მოიტანე. კარგი რა, ნუ წუხდები, არ გიქ. ხო, კიდე 20%-იანი პარათი მოიტანე ფასდაკლების, ესეც მიდის. კარგი, ეხა დათო. კარგი, ხა მე რითი ხცე პატივი, რა რეზერვში გაწვევის ცნობებს ხო არ გაჩუქებ. მაჩუქი. გეხუნე მე. მაჩუქი. მოიც რა გინდა? მომეცეს. ძალიან კარგი, ირაკლი ჩხეიძე და კიდე ორი ადამიანი. რა დღეში ჩაგაგდებთ? მარწყვის ტორტი, შოკოლადის ტორტი მაინც იქნება. ნებისმიერი, რა ვიცი, სხვა რა ნებისმიერი ტორტი ოღონდ. გამორთულია და ჯანდაბა შენ. მოიჩერ კეთებან, ვის უბრალოდ? აი მას გამორთული ან გასულია ორო ამბობს. კეთებან, ეგ არის კომპიუტერული პროგრამა და ჯანდაბა კი არა, ვირუსიო შენ ესე უნდა უთხრა. აი, რა კარგად თქვი. ხოჩახმაშა. მოგეწონა? ძალიან მომეწონა. მაშინ ტორტი გამიკეთე. აი მე ახლა შემიძლია დღეს არ მცალია ლაშიკო რამდენჯერ გაგიმეორო ჯერ საქმე მერე ტორტი კარგი ვაი მე ქეთუ ვაი მე როგორ მტკივა თავი აი მტკივა კი არა მისკდება თითქოს ვიღაცა რაღაცას მირტყავს თავში ჩაკუჩსა ესე მიკაკუნებს თან არ მინდა წამალი დავლიო მაინც ვიფიქრე რომ რაღაცა ხალხური მედიცინით მოვირჩინო ეს თავის ტკივილი მეთქი და იმ ოხრახუშის ნაყენმა ვაშლით არ მიშოლა ესე კაცმა რო თქვა შენს ექიმი ხარ მაგრამ ეთყობა მართლა არ ხარ კარგი ექიმი იმიტომაც გამგიშვა ვახომ კლინიკიდან ისე მტკივა ქეთნო თავი აი გიждები შეულ სამზარეულოში კომპოტს დავლევიქნებ მიშველოს რამე ვაი მე კეთება მე მგონი ამას თავისი ხმა ატკიებს თავს იმდეს ლაპარაკობს რომ თავის ტკივილი მართალი ხარ ლაშა მართალი ხარ ხო მე გეთანხმები არ უთხრა ახლა ეს რო გითხარ ვინ გაგიჩერებს კომპოტს იმდენს კი ვერ ხვდება რომ ცოლის და არის ფეხმძიმეთ აი მოიყუდა დალია თამარ დაჯექი ერთი წუთი აბა თუ ერთი წუთი დაჯექი აბა თუ მოვახერხებთ რომ ერთი წუთი გაჩუნდი თამარ აბა თუ მოვახერხებთ რომ ცოტა ხანი ჩუმად ვიყო აბა თუ მოვახერხ
რაიმე, აი. დადგამი არა. ეთყობა გვიან მოქმედებს ეს ოხრახუშის ნაყენი, მაგრამ ისევ დამეწყობა, აი მე როგორ მткиვა თავი. მე კეთინო რაღაცა მგონია აქ თავის ამბავი არ უნდა იყოს, სხვა რამე არ მაწუხებდეს და ვაიმე, შევალეხა. ვახოთ არ არის სახში რომ რამე დამემართო საწავიდა. ვახო! თამრისა, თესა, ლაშა ძალიან დიდი ბოდიში ჩემდას ერთი გავხედავ, მაინც ერთი გავალ ჩემდას და ან წყალს დავალევინებ, ან კომპოტს, ან წამოვაწვინე, ან რა ვიცი რაღაცას დაველაპარაკები, თან იქნებ იქიდან მაინც დავურეკო იმ ბიზნესმენს. ბიზნესმენი, არავის არ ცხელა ახლა ჩემი ტორტისთვის რა. ოხ, ერთი იმ კაცის ნომერი მაინც მქონდეს, რომ დაურეკავდი და ვეთყოდი, რომ მოგცემთ ინტერვიუს, ოღონდ მეუღლის ტორტი გავუკეთეთქო. არ ვიცი, ამას კიდე რა ენაღლება რა ეს ახალი მობილური აქვს, ახალი ნომერი? დადის სამსა. ხურ. გენიოსი ხარ მურთაზიჩ რა. გენიოსი. ყურებს არ დაბუჯერე თავიდან გეფიცები თამრი ლაშა ყო ჩემს ყურებს არ დაბუჯერე ხო იმ ბიზნესმენის პრესსამსახურიდან რომ დამირეკეს ვაიმე კეთილო ესე იგი დავთანხმდნენ ინტერვიუზე ვაიმე დავთანხმდნენ თამრი ხო იცი რა მითხრა ბიზნესმენის პრესსამსახურის უფროსმა ესე მითხრა ესე იგი ქეთევაღლონტი ბძანდებით მეოთხარი დიახ ჩვენ გიждებით თქვენი წერის სტილზეო და ბიზნესმენი თანახმა თქვენთან ინტერვიუ ჩაწეროსო ოღონდ ერთი პირობით ეს ცნობილი ბიზნესმენი თურმე ჟურნალისტებს სასტუმროში არღებულობს თავა თურმე სახლში უნდა ეწვიოს თვითონ უნდა მივიდეს თურმე სახლში ასლაპარაკ ხოლაშა და ხო იცი რა მითხრა ესე როგორც შევატყვე ხლა მე საუბრიდან რა დასკვნაც გამოვიტანე ესე იგი პრესსამსახურის უფროსმა მითხრა თურმე ეს ბიზნესმენი ძალიან პრეტენზიული და თავისებ რაღაცნაირი კაცია ხო და თურმე ესე იგი სახლში ჩვენთან რომ მოვა აუცილებლად უნდა დაახვედროთ ტკბილეული ხილი კონიაკი და ტორტიო კეთილო ესე იგი სახლში მოვა ჩვენთან სტუმრად ჩვენთან მოვა დღეს საღამოს თაიმე მის სამართი რო არ მithქვამს არა უშავს კეთებან არა უშავს ეგ ისეთი კაცი ჩანს ეცოდინება მაგას ეცოდინება აბარა კეთო არ ინერვიულა შენ მაგას არა არ ვინერვი აბა გეხვეწებით ეხლა ხელი შემიწყეთ ჩემს გვერდით დადეკით სიჩუმე სიწყნარე იყოს ოჯახში ვიწყებ ტორტის გამოცხობას მე ეზოს მივხედავ კეთო ხო მათე ცოტა ხანში ჩვენთან საპატივცემულო სტუმარი უნდა მოვიდეს და მასი არ დახტე გეხვეწები უკანა ეზოში გადაწექი როგორ კაც ხვალვე ვა ხა თუ სამშობლო სჭირდება ხო აბარა ხო არა ერთი ქოში გორა სადღაა გამაგებილა რა არის ქოში გორა სად არის ეს ქოში გორა სად არის თან ხვალვეო კაცო არა ეხა თუ სამშობლო სჭირდება ხო რაზეა ლაპარაკი მოიცა რა თქვი ეხლა ირაკლი აი ეხლა რა თქვი რა თქვი რაღაცა სიტყვებს ხვამბობდი სიტყვებს თავისებურ სიტყვებს ხვამბობდი რაღაცებს რას ამბობდი სიტყვებით ლაპარაკობ მე საერთოდ ხო და რას ამბობდი რა თქვი სადროს ამბობდი ქოში რაღაცა ქოში გორა ხო რეზერვში გამიწვის შენს მეც ხო აი ვა ეს უკვე მაგარია რა მაგარი კარგი აი ანაირად არის მაგარი რას წუწუნებ ამ ხელაკაცი რა გაწუწუნებს ამოგივიდა ჯარი არის შენთვის მოგონილი შენზე ზედ გამოჭრილია არმია და რეზერვი რატო და რო ჩახვალიქ რო გეტყვის ოფიცერი აბა ფერაზე სტორდი რო დადგები ასე და შენი ლამაზი პროფილით იდგები და იდგები
ო არა ეგ ხო მაგრამ ეხა მეორე ცუდი მხარე გავიწყდება შენ მეორე მხარე ცუდი მხარე მეორე ცუდი მხარე რა ვარჯიში და საუზმეზე ფაფა რა ფაფა ირაკლი ფაფა კი რა ეხა ჯარში რო წავიყვანენ ჩვენ ხო. თავი ხო უნდა გადაპარსონ ხო მერე? ხო და არ მიხდება ეს გადაპარსული თავი მე დიცხვის მიჩენს გაიგე დიცხვის არ მიხდება რა გადაპარსული თავი გიჩენს შენ მარტო დიცხვის ხო კარგი, ხო. ეს რა მითხარი კარგი, ეხლა, კარგი, ხო, კარგი. მიდი კაცო ერთი ვა აქ ხართ ბიჭებო გამარჯობა გამარჯობა რაღაცა მინდა გთხოვოთ რა გისმენ არ გვაქვს რა არა რა გვაქვს ხა რა უნდა გთხოვო არ მინდა რა ეხლა ესენი რა ხო კარგი დაჯიქი ვახო რა ხდება რა რა მეინტერესებს იცი ხო ვინმე მიცით ქოშიგორა სად არის რეზერვში გამიწვეს ეს დღეს ეს უკვე მაგარი კი არა ეს უკვე ძალიან მაგარი მაგარია ძალიან მაგარია ხო მოიცა რა ხდება ეხლა რა ხდება და ჩვენს გაგვიწვიეს ვახო აი აუ რა იყო რა აუ ვახო ჰა ამდენი წელია თამადის ბრძანებებს უძლებდა ეხლა 18 დღე ოფიცრის ბრძანებას ვეღარ გაუძლებ ჰა აი რა მოგივი კარგი იყო რიგით ოპერაძე მადლობა ერთი წუთი რა არ მინდა ეს ისინი ირაკლი რა უნდა ვქნათ ეხლა ჰა რა გვეშველება ირაკლი რა უნდა ვქნათ უნდა წავიდეთ აჰა ანახი უნდა წავიდეთ რა უნდა აბარა აუ უნდა მოვიფიქროთ რაღაცა რა ჰა მე გეტყვი ვახო მომისმინე ტერფი რო გაიბწყელო ჰა ტერფი რო გაიბწყელო შეგნებულად რო გაიბწყელო ტერფი მე გეტყვი უკეთეს უფრო ადვილია ხერხემალი რო გაიმრუდო ო უცაბედად ჰა რა სიტყვი ერთი წუთი რა მე თვითონ მოვიფიქრებ რა ვქნა აი მოვიფიქრე აი წესაკი ირაკლი ხო ჩემი მეუღლე არის ორსულად და ჩემი რეზერვში წასვლა არ შეიძლება რა ვქნათ შეიძლება კი ა ისა დირექტორი ვარ მე რა შეიძლება აუ იქ მაინც ახლა ერთად ვიქნებით ჩვენ იქ ერთად ხო რა ირაკლი ერთად ვიქნებით აბა სად ვიქნებით ერთად ირაკლი არა ერთად რაკი რატო ატყუებ ირაკლი რა მატყუებს ხო დამაცადე რატო ატყუებ ირაკლი შეხედე რა დაბალია ჰა რანაირად ვიქნებით აბა ერთად მე და შენ მაგლები ვართ ერთად ვიქნებით წყლივში და ამან კიდე ბოლოს უნდა იჩანჩალოს რატო ატყუებ რა დაბალია შეხედე თვალებში უყურებ ატყუებ რა აი დაწყალდი კარგი ამას კიდე გაგიჟება უნდა შეხედე ისედაც შეშინებული თახვივით იყურება რა მოგივიდა კაცო რა დადი მოიტანე არის მოიცა ო გაიყო ბატ ხო მატყუებს ეს დაბალია და ესო გატყუებს ხო არ გაგიგია ის მოკლე ფეხებია ხო არ გაგიგია ესე იგი ხილი დავდე, შოკოლადი დავდე, წვენი დავდე, კონიაკი დავდე, ტორტი დავდე, დიქტოფონიც დავდე. ქეთევან, დიქტოფონი მე რო შემოგეტანა ცხლად. მაშინ გემუდარები გეხვეწები ხა ძალიან ნერვულობ რამე ისეთი არ გამორჩის აუცილებელი რაც მითხრეს და რაც უნდა მომემზადებინა ხო ესე იგი ნეტა ჩაი უყვარს თუ ყავა რა მითხრა იმ ბიჭმა ჩაი შენ ძალიან იცი შენ კიდე ძალიან იცი მე რა ვიცი სულ მაიმუნობ სულ კარგი რა ლაშა გემუდარები ერთი წუთი მოიწე მოდი ახლა მივუსხდეთ სუფრას და მივირთვათ ეს ნანატრი ტორტი. გეხვეწები ლაშა, გემუდარები წუთი წუთზე მოვა ის კაცი და მე დავჭრინ ტორტს, გემუდარები გთხოვ რა. თუ გინდა დაიგვიანებს, არ არის პრობლემა. არ დაიგვიანებს, შენ უგეშინია, არ დაიგვიანებს. სამსახურის სუფროს მამითხრა, მანახე რომელიც აი წუთი წუთზე უკვე მოვა და სუფრა უკვე მზად გქონდესო და აი მე მზად ვარ და აბა ველოდები როდის მოვლე. ქეთევან და ბატონო. არ უთქვამს რომ შეგიძლია მანამდე მეუღლეს მიართვაო. არ უთქვამს.
დაავიწყდა. არ დაავიწყდა. არა. დედას გეფიცები დაავიწყდა. გეხვეწები. ლაშა გემუდარები და ლაშა გთხოვ რა გეხვეწები მოვა ის ადამიანი ჩავწერ ინტერვიუს და მე შეჭამ ამ ტორტს რა მოგივიდა გთხოვ რა გეხვეწები რაღაც უნდა გთხოვ ჩემო სიცოცხლე. ის კაცი რომ მოვა რაღაცნაირი შენებული ხუმრობები არ დაიწყო ხო ლაშიკო. რო წავა მე რამდენიც გინდა იხუმრე და ვიხუმროთ და ვიხოთ. ესე სუხუმრობაში. რაღაც უნდა გითხრა ქეთევან და არ გეწყინოს, კარგი? რა და გამაგრდი. რა არ მოვა ის კაცი. მე დაგირეკე. ეხლა ნუ მაიმუნობ. ნუ მეხუმრები ჩემო სიცოცხლე. კარგი გაჩერდი რას მე მოიცადე. არა, მართლა გეუბნები ქეთევან. მე დაგირეკე მართლა. არ მოვა მეთქი ის კაცი. გეხვეწები ლაშიკო არ მოგბეზრდა ეს მაიმუნობა არ მოგბეზრდა კარგი რა. ქეთევან გეუბნები მე დაგირეკე მე რა ვიცი ახლა აი ვახოს ტელეფონიდან დაგირეკე. რა ვახოს? ახალი ნომერი აქვს და იქიდან დაგირეკე. ვახოს ახალი ნომერი აბა რა ნომრიდან დამირეკეს? აბა მითხარი, არ ნომრიდან დამირეკეს. რა ნომრიდან დაგირეკეს? ახლა მე ზეპირად არ მახსოვს, იმიტომ რომ ხო გითხარი ახალი ნომერი აქვს ვახოს მეთქი. ვახოს ახალი ნომერი აქვს და ტელეფონიც ახალი აქვს და ნომერიც ახალი აქვს. კარგი რა ლაშიკო, კარგი რა. ეს ეცისულელეს ხო მიშიკოც არ დაიჯერებს რა. კარგი, არ მიჯერა, დამირეკი აბა. დაგირეკა. მიდი აბა, მიდი, გელოდები. და ინახავ თუ არა, ეს ვახოს. მიდი აბა, გელოდები. აბა მე არიდეკება ეთყობა ეს არის რა ქვია. ანგარიშზე აღარ არის და მაგითო არ არიდეკება. კარგი ხო. გეხვეწები და გემუდარები მოვა ის ადამიანი და მე რამდენჯერ ლაშიკო დაიმახსოვრე სანამ ცნობილი ბიზნესმენი ჩვენს ოჯახში არ მოვა და ინტერვიუს არ ჩავწერ ტორტს ვერ შეჭა მორჩა წავედი მე. ჩემი ბრალი. ასაბიტეხე ახლა ეს რა. ახლა უარეს დღეში არა ვარ ცხვირწინ მიდევს ეს ტორტი და ვერ ჭამ. რა ჭირს? რა დაემართა? აკს. მარიკა, ხო იცი ახლა ჩემ მდგომარეობაში არ შეიძლება რომ ეს გავაკეთო და იმიტომ ვერ გეხმარები. არა უშავს, თამარა, მე რომ ვიყავი ორსულად, მეც ვერიდებოდი ხოლმე ჩანთების შეკვეთას. ხო. მოგიყვანეთ გენერალი. ჩავალაგე, ირაკლი და ეს ჰალსტუხები ხო დავდე ზემოდან ლამაზად. რა ჰალსტუხები, კაცო, რა თქინდა ჰალსტუხი? როგორ ადგინდა? თამარ, შენ არ მითხარი დაჭირდებათო? თან ირაკლის რამოდენიმე ჰალსტუხი გამომართვი ვახოსთვის დაჭირდებაო, არა აქვსო ვახოსო. თამარ? არა. რა ვიცი ხა იუზას დროს მიქონდათ ხოლმე. არ ვიცი მე იუზა და ის რა ქვია პირველი მსოფლიო ომი. ნუ სპეშენ ამას. ჰალსტუხი, შარფი, პიჯაკი და ის საცურაო შორტი არავის არ მიაქვს რეზერვში. აჰა. ესე იგი თამარ იმ შარფების ამოღებაც მოგვიწევს ჩვენ. რა უნდა გკითხო ახლა? აუცილებელია ჩემი ვახუნა რომ წამოვიდეს. კი. ვაიმე, სად უნდა წამოვიდეს ხალხო? შეხედეთ რა ბრტყელი ტერფი აქვს, რა უნდა? კარგი თამარ, კარგი, შენ დამშვიდი მაღაზია არ ნერვიულა? დაჯექი, დაჯექი. რა ვქნა ახლა რაც არის ეგ არის რა. ხო? ეგ არის. რასო, ვემზადები, ირაკლი, ვემზადები. ვემზადები, რეზერვში მიდიხარ თუ ევროვიზიაზე. აგმიდა. გარს არ უყვარს ხუმრობა, დაიმახსოვრე, ირა გამოგადგება ეგ, ხო? ბატონო. თქვენც მიდიხართ? რას ქვია მეც? აბა რა, თუ სამშობლოს დაჭირდა, აბა რას ვიზავ? აი მარიკა, ეხლა დავიძინებ მშვიდად, რომ ეწოდინება პატაიცავს ჩემ ქვეყანას. და ვახოს. აი მე. ვა. რა ხდება მარიკა, რა? რა ხდება და მე პეტო და ვახუშტა გაგვიწვიეს რეზერვში. მართლა? მართლა. კარგია.
რა არის კარგი იცით რა მაინტერესებს ლაშას რატო არ მოუვიდა მოწვევა ალბათ სამი ხო დამარტო ისაბუთე იმას კომის სამი ყოლა შეგიდე რა მოგივიდა კაცო რა მოგივიდა არაფერი საშიში არ არის თამარჩი კარგი რა არაფერი არ არის საშიში არა რა არის საშიში ჩემი მეგობრებიც იყვნენ თან ძალიან კარგი პირობებია არაფერი სანერვულო არ არის თავარია ქოში გორაზე არ მოხდეს რა ქოში გორა რა ხდება ჰა სადარ მოხდეთო რატო ქოში გორაზე რა არის ქოში გორაზე რა ხდება თუ მათქვენებთ გეტყვით თქვი ძალიან მკაცრი რეჟიმი არის იქო სადა კაცო ხდა ძალიან ესეთი ფაინი ვახუნა გაიგე ირაკლის არ მოშორდა გვერდიდან მაინც ფავრობის კაცია მე შესაძლებას პირიქით დავარიგებდი სროლის დროს მოშორდი რა შეიძლება შორსწადე ხوار და გავისწრა სამსახური და რო გააგდე მოიცი და ერთი წუთი ხა დათო რა თქვი ხა შენ რა სროლები იქნება დათო რა მოგივიდა ასროლები იქნება საიდან მოიწა ასროლები იქნება სად იქნება ასროლები იქნება როგორ არ იქნება თან ისეთი რთული პირობებიაო რომ მომზადებელი ვერ წახოთ აბა იმ ქოში გორაზე ისეთი პირობებიაო რომ ერთი წუთი რა პირობებიაო ამათ კიდე გაგიჟება უნდა მე არ გეწოდები ამათ ერთად მივდივარ კაცო რა პირობები სად არის ბრძოლა და ომი ახლა სად არის აი ხა დამიგდით ყური მეგობრებო ყურადღებით იყავით ჩემო ძმებო შეიძლება ძალიან რთულ პირობებში მოხდეთ იქ შეიძლება ბრძოლის ნახალზე წახვიდეთ და ტერს ზურგი არაჩვენოთ ტერს ზურგი არაჩვენოთ ირაკლი და შენ კიდე პროფილი რა მტერი რა ზურგი სად არის მტერი რა უნდა იქ ტერს ლაპარაკი ჭრებში სმენა მარჯვენის საკენ ადგილზე ნაბიჯია 1 2 ირაკლი ირაკლი ნახე ნინიმ შენ თქვევით შენი კომისარიატის ცნობა გახია რა? ой შენ თქვევით აი კახა მომკლავს დაწერე ამას თუ დაწერე ისის ფაქტი დაწერე გახივა კიდე რა ვქნა ხა მე ჰა რა არის ალექსიძე ამახლა მარჯვნისაკენ მარჯვნისაკენ კი არა ზურგისაკენ და გაიქეცი გადააგდე? არა ლაშიკო, რადგან ის ბიზნესმენი ვერ მოვიდა ჩვენთან, ეთყობა ვერ მოახერხა. ხო და ამდექი და ის ტორტი საჩუქრად გავუგზავნეს